ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ვაშინგტონისთვის კვლავ დიდ წარმატებად წარმოაჩენს და აცხადებს, რომ მიზანი, რომელიც ომის დაწყების მთავარი საფუძველი იყო, მიღწეულია და თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ვერასდროს შეძლებს. დონალდ ტრამპი იმასაც ამბობს, რომ თვეების განმავლობაში ბლოკირებულ ჰორმუზის სრუტეში მხოლოდ გუშინ 19 მილიონი ბარელი ნავთობი გავიდა და რომ ეს ისტორიული მაჩვენებელია. პენსილვანიის შტატში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკული და ირანული მხარეები ერთმანეთს საკმაოდ კარგად უგებენ. როგორც იცით, ჩვენ ახლახან ირანთან ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მივახციეთ, რათა ჰორმუზის სრუტეში კონფლიქტი დასრულდეს და სხვათა შორის გუშინ მშვენიერი ჰორმუზის სრუტიდან 19 მილიონი ბარელი ნავთობი გავიდა. ეს სრუტის ისტორიაში ნავთობის ყველაზე დიდი მოცულობაა. მსგავსი რამ არასოდეს გინახავთ. ეს ნავთობის ამოფრქვევაა, რაც მთავარია ჩვენ უზრუნველყოფთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. სწორედ ამიტომ 99% ამ მიზეზის გამო გავაკეთე ეს. ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი და ისინი ამას ათანხმენ, თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს ადვილი არ ყოფილა. 47 წლის განმავლობაში ჩვენ გვყავდა პრეზიდენტები და სხვა ადამიანები, ასევე სხვა ქვეყნებიც. მხოლოდ ჩვენ არ ყოფილვართ ისინი, ვინც ვერაფერს აკეთებდა. ისინი ახლო აღმოსავლეთის მჩაგვრელები იყვნენ. ახლა კი ირანს სამხედრო-საზღვაო ფლოტის, საჰაერო ძალების, საჰაერო თავდაცვის სისტემის, სარაკეტო შესაძლებლობებისა და ბირთვული პროგრამის გარეშე ვტოვებთ. ჩვენ მათ ყოველგვარი ბირთვული შესაძლებლობის გარეშე ვტოვებთ და მათ ამაზე თანხმობა გაანცხადეს. ჩვენ საკმაოდ კარგად ვუგებთ ერთმანეთს, თუმცა თუ ყალბ ამბებს წაიკითხავთ, ამას ვერასოდეს გაიგებთ. დაფიქრდით, ეს ყალბი ამბავია. მათ აღარ ყავთ არმია, აღარ ყავთ ფლოტი, აღარ ყავთ საჰაერო ძალები, აღარ აქვთ საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენ შეგვიძლია თეირანს უბრალოდ გადავუფრინოთ და ვერავინ ვერაფერს დაგვიშავებს. და შემდეგ ყალბს სიახლეებს კითხულობ, რომ თითქოს მათ ყველაფერი კარგად აქვთ. ისინი კარგ მდგომარეობაში არ არიან. ამავდროულად ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ თეირანის სარაკეტო პროგრამა შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში არ შედის. მისი თქმით, რომ არა ირანის სარაკეტო შესაძლებლობები ქვეყანა ახლა განადგურებული იქნებოდა. ჩვენი სარაკეტო პროგრამა ურთიერთგაგების მემორანდუმის ნაწილი არ არის და არც იქნება. მინდა ვთქვა, რომ თავდაცვისთვის ირანს სარაკეტო შესაძლებლობები რომ არ ქონოდა ჩვენი ქვეყანა სიონისტური რეჟიმისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკვე გაძარცული და განადგურებული იქნებოდა, ისევე როგორც ღაზა. ისინი არც ახალგაზრდებს დაინდობდნენ და არც მოხუცებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ, მაგრამ ეს დიდი ტყუილია. და ჩვენ რომ საკუთარი თავის დაცვა არ შეგვეძლოს, ისინი მოწყალებას ჩვენი ქვეყნის მიმართ ნამდვილად არ გამოიჩენდნენ და ჩვენ ზალას გაანადგურებდნენ. ამიტომ ჩვენ არასოდეს წავალთ კომპრომისზე და არავისთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენი სარაკეტო შესაძლებლობების შესახებ. მასუდ პეზეშკიანმა ეს განცხადება ისლამაბადში ვიზიტის ფარგლებში პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სამშვიდობო პროცესში შუამავალი პაკისტანის ლიდერმა თავადაც გაიმეორა, რომ ბალისტიკური რაკეტების საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში განხილვის საგანი არასდროს ყოფილა. სოფლიოში მრავალი ქვეყანაა, რომელსაც მსგავსი რაკეტები აქვს საკუთარ არსენალში. მაშ რატომ უნდა იყოს ირანის ბალისტიკური რაკეტები განსაკუთრებული წინააღმდეგობის საგანი? ეს მხოლოდ დამატებით დაპირისპირებას შექმნიდა გაუმართლებელ შეფერხებებს, ეჭვებსა და კითხვებს გამოიწვევდა. ამიტომ დასასრულს მინდა კატეგორიულად განვაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტების საკითხი არასოდეს ყოფილა იმ დღის წესრიგის ნაწილი, რომელიც განიხილებოდა. იგი ურთიერთგაგების მემორანდუმის ნაწილი არაა და არც არასოდეს ყოფილა მოლაპარაკებების მაგიდაზე. ასულ კვირაში მხარეებს შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმება უპირველეს ყოვლისა ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებდა. ამასთან შეთანხმება ირანს მოლაპარაკებების 60 დღიან პერიოდში ნავთობის კვლავ თავისუფლად გაყიდვის საშუალებას აძლევს. ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს თეირანის გაყინული აქტივების გამბლოკვასაც. ამ შეთანხმების გაფორმებას ვაშინგტონისთვის სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ იგი იმ მიზნებს, რომლებიც დონალდ ტრამპმა 28 თებერვალს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მოქმედებების დაწყებისას დაასახელა, გვერდს უვლის.